დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი. დღეს ვსაუბრობთ საინტერესო თემაზე, რომელიც საქართველოს თულ მოქალაქეს და მომხმარებელს აინტერესებს. ვსაუბრობთ ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ საკითხზე უფრო მეტად, რომელსაც დავიწყებთ ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციით. აზიის განვითარების ბანკმა დაამტკიცა 104 მილიონიანი $100 სესხი, ასე ვთქვათ, რომელიც სწორედ საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაზეა მიმართული, უფრო ზუსტად გარკვეული ტიპის ციფრებს ანალიტიკური მიმართულებით ამ თვალსაზრისით, მაგრამ ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, შუადღეფების ის ქვეყანა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს, ამ შემთხვევაში გულისხმობ ბუნებრივი წვლილი შეიტანოს ამ ნაწილში და აქ აუცილებლად მინდა გავიხსენო საქართველოს როლზე ხაზგასმასთან დაკავშირებით სულ რამოდენიმე დღის წინ ეკონომიკური ფორუმის მორიგ დისკუსიაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა ბატონმა ლევან დავითაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს როლზე სწორედ შუადღეფნის კუთხით ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით და ხაზი გაუსვა მნიშვნელოვანი პროექტების არსებობას, მათ შორის უპირატესად კიდევ ერთხელ შავი ზღვის კაბელის პროექტს, რომელიც სწორედ უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით და ასევე ძალიან მინდა რომ ეს კარგად გავიაროთ საქართველოს მოქალაქეებმა, ვინაიდან მაგალითად აზერბაიჯანის პრეზიდენტიც კი შეგვახსენებს იმას, რაც სამწუხაროდ საქართველოს მოქალაქეების ზოგიერთ ნაწილს ამის გააზრება ან უჭირს, ან პოლიტიკურად არ სურთ რომ ეს გაიაზრონ. აზერბაიჯანის პრეზიდენტი შეგვახსენებთ მას მადლობა ამისათვის, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების ნაწილი საქართველოს გარეშე არის შეუძლებელი ამ შემთხვევაში და საქართველო არის ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა ამ თვალსაზრისით. ასე რომ ის, რასაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი მეუბნება, წესით თითოეული ქართველი პოლიტიკოსიც მათ შორის და ასე ვთქვათ და ექსპერტიც უნდა ამტკიცებდეს მიუხედავად მის პოლიტიკურ შეხედულებებსა და ყველაფერი არ უნდა გადააყოლონ ასე ვთქვათ პოლიტიკურ სურვილებს და პოლიტიკურ ამბიციებს. დიახ, ეს საქართველოა, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი ენერგეტიკულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, არამედ პასუხისმგებელია ევროკავშირის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე მისი შუა დერეფნიდან გამომდინარე და ეს კარგად გასაზრებელია. ნახოთ ახლა ვითარება ასე ვთქვათ საქართველოს ელექტროენერგიის წარმოებასთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესოა რომ ამ კუთხეში არის ხოლმე დისკუსია, რატომ გვჭირდება მეტი ელექტროენერგიის წარმოებელი ობიექტები, მეტი ობიექტები ამ თვალსაზრისით. თუ შევხედავთ აი ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო მაჩვენებელია მოყოლებული ფაქტურად ერთწლიანი პერიოდი იანვრიდან 2024 წლის იანვრიდან 2025 წლის იანვრის ჩათვლით და ჩვენ ვხედავთ როგორ ხდება ძირითადად ელექტროენერგიის წარმოება საქართველოში. ჰიდროს ნაწილს შევხედოთ ამ შემთხვევაში, რომელიც ყველაზე მსხვილი კომპონენტია ამ თვალსაზრისით. აქ არის ბუნებრივად მოელექტრო სადგურების მაჩვენებლები, რომელიც ყვითელ ნაწილში არის სწორედ აღნიშნული და მწვანე ნაწილი მცირე კომპონენტი ამ შემთხვევაში შემოდის სწორედ ქარის ენერგიასთან დაკავშირებით. თუ ჩვენ დავაკვირდებთ, აი ხშირად არის ხოლმე საუბარი, რომ საქართველოში რატომ გვჭირდება მეტი ჰიდროელექტროსადგური. აი დავაკვირდეთ ვითარებას, მაშინ, როდესაც ფაქტიურად 100% და 100%-დან მიახლოებული ელექტროენერგია ეწარმოება საქართველოში, არის მხოლოდ მაისი, ივნისი, ივლის. მხოლოდ 3 თვეა, მაშინ, როდესაც ხდება 100%-დან მიახლოებული, ნუ გარკვეულწილად შეგვიძლია ვთქვათ აგვისტოს ნაწილზე, მაგრამ აი მაინც მნიშვნელოვანი კლებაა ხოლმე უკვე აგვისტოდან. და თუ რეალურად ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ მდიდარი ჰიდრორესურსები, თუ ამ ჰიდრორესურსების გადმოთარგმნას ვერ შევძლებთ ელექტროენერგიის წარმოების კუთხით, ბუნებრივია ეს იქნება მუდმივად პრობლემური ნაწილი. აქ ცხადია არაფერს არ ვერჩით, ასე ვთქვათ, მოელექტროსადგურებს ან სხვა ალტერნატიულ საშუალებებს, ამ შემთხვევაში განახლებად ენერგიის სხვა ალტერნატიულ საშუალებებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ჰიდრო არის ის რესურსი, რომელიც ჩვენ ბუნებრივად გვაძლევს კონკურენტულ უპირატესობას ჩემი აზრით და ამ შემთხვევაში ჩვენ მე ვფიქრობ, რომ პოზიტიური ვალდებულებაც გვაქვს, რომ ეს გამოვიყენოთ მით უმეტეს მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში. შევხედოთ შემდგომ დიაგრამას, თუ როგორ ხდება ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის შესყიდვა უპირატესად, თქვათ და მათ შორის ექსპორტის განხორციელება. აქ ვხედავთ ჩვენ დიაგრამა, სადაც საექსპორტო მაჩვენებელიც არის წარმოდგენილი ამ ნაწილში და არის იმპორტის ნაწილი. ვხედავთ ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში
თურქეთის მაჩვენებელს, სადაც ექსპორტის დიდი ნაწილი ხორციელდება ხოლმე გარკვეული პერიოდულობით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აი აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისის პერიოდს ხედავთ, ასევე აგვისტოს, გარკვეულ შემთხვევაში აგვისტოს ნაწილს, აქვე არის სომხეთის მაჩვენებელიც, ხოლო იმპორტის შემთხვევაში აი ხედავთ აქ და აქ არ უნდა დავიბნეთ ასე ვთქვათ ამ ნაწილში, რუსეთის მაჩვენებელია წარმოდგენილი, არის აქ აზერბაიჯანული ნაწილიც, ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომელიც ლურჯად არის გამოკვეთილი, წითელი ნაწილი, რომელიც რუსეთის ნაწილია და აქ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ როცა რუსეთის ნაწილზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში არის აფხაზეთისთვის შესყიდვა, უპირატეს შემთხვევაში, ანუ ამ კუთხით საქართველოს მინიმალურად პრაქტიკულად არ არის დამოკიდებული რუსული ელექტროენერგიის ნაწილი, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს ნაწილიც რომ ჩვენ უზრუნველყოთ და კიდევ უფრო მეტად პოზიტიურ ნაწილში გადავიდეთ ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავზარდოთ საკუთარი ელექტროენერგიის წარმოება და ვახსენეთ შესავალში ჩვენ სწორედ შავი ზღვის კაბელი და ბუნებრივია როცა ვლაპარაკობთ რომ შავი ზღვის კაბელს უნდა დავტვირთოთ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გქონდეს ელექტროენერგია იმისთვის რომ სწორედ კაბელის დატვირთვა ჩვენი წილიდან გამომდინარე უზრუნველყოთ და სხვათა შორის ძალიან საინტერესო კვლევებია და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა ახლა რასაც ვიტყვი ამას მე არ ვამტკიცებ და მხოლოდ საქართველოში არ ამტკიცებენ. არის სოფლიო ბანკის კვლევა, არის ოქსფორდის კვლევა, არის მნიშვნელოვანი კომპანიის McKinsey-ის კვლევა, არის ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევა და არის ძალიან საინტერესო რამოდენიმე სტატია ეკონომისტის ჟურნალ ეკონომისტის ანალიტიკოსებისგან შემოთავაზებული, სადაც საუბარია პირდაპირ კორელაციაზე ეკონომიკურ ზრდასა და ელექტროენერგიის მოხმარებას შორის, პირდაპირ პოზიტიურ კორელაციაზე და ამ აქცენტებში მათ შორის ამ სოფლიო ბანკის ამ კვლევაში ძალიან საინტერესოა, სწორედ შესაძარი ქვეყნებია წარმოდგენილი, სადაც ზოგადად როდესაც ეკონომიკური ზრდა ხდება ქვეყანაში, ამას ავტომატურად როგორ მისდევს ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი, ანუ ეკონომიკური ზრდის ერთგვარად არა მეცნიერული, მაგრამ პრაქტიკული დაკვირვების საზომი არის სწორედ ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი. და ხშირად როცა ვლაპარაკობთ ხოლმე საქართველოში ეკონომიკა იზრდება და რას ეტყობა ეს ყველაფერი, აი ნახოთ შემდგომი დიაგრამა და დავიმახსოვროთ ის კვლევები, რომელიც მე ვახსენე კორელაცია ეკონომიკურ ზრდასა და ელექტროენერგიის მოხმარებას შორის. აი დავაკვირდეთ ამ შემთხვევაში ვითარებას. აი აქ არის წარმოდგენილი 2024 წლის მაჩვენებლები, ასე ვთქვათ, შესაძარი მაჩვენებლებიც გვაქვს 2025 წელთან დაკავშირებით. შევხედოთ საყოფაცხოვრებო მოხმარების ნაწილს, ეს არის ამ შემთხვევაში თბილისის შემთხვევა. გაზრდილია მაჩვენებელი. შევხედოთ ასევე არასაყოფაცხოვრებო მაჩვენებლებს, ანუ კომერციულ სეგმენტს, აქაც გაზრდილია მაჩვენებელი. ანუ ხედავთ ელექტროენერგიაზე მოხმარების ზრდას, მაგრამ ეს თბილისის მაჩვენებლები ავიღეთ. და შევხედოთ ახლა მეორე ნაწილს ამ შემთხვევაში, დავაკვირდეთ ვითარებას, თუ შეიძლება ბოლო დიაგრამა, შემდგომი დიაგრამა, სადაც რეგიონებში შევხედავთ ანალოგიურ ვითარებას და ხედავთ ამ შემთხვევაშიც კომერციული მოხმარება, ამ შემთხვევაში არასაყოფაცხოვრებო მოხმარება და ძალიან კარგად ხედავთ აქ საყოფაცხოვრებო მოხმარების დასაწყისს. შეუძლებელია, იმ სოფლიო ბანკის კვლევაში ეს პირდაპირ აღნიშნული, რომ შეუძლებელია ღარიბმა ქვეყანამ გაზარდოს ელექტროენერგიაზე მოხმარება და პირიქით ქვეყანა რომელიც დიდდება შეუძლებელია შეამციროს ელექტროენერგიაზე მოხმარება. ახალ ტექნოლოგიებზე არ ვსაუბრობ ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში საუბარია ძალიან მარტივ რამაზე. საქართველოს იზრდება, საქართველოს ეკონომიკური ზრდა არის მაღალი, შესაბამისად ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. თუმცა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ენერგეტიკის საკითხებზე, ჯობს ვისაუბრობთ ჩვენ სტუმართან ერთად, ბატონი დავით ნარმანია, სემეკის ხელმძღვანელი, ბატონ დავით, მოგესალმებით, მადლობა ბიზნეს ინსაიდერში მედიცინაში მობრძანებისათვის. მოკლედ ენერგეტიკის საკითხი და მიმდინარე ტენდენციები სექტორის, როგორ შეაფასებთ ერთის ხო ბუნებრივია გასულ წლის მაჩვენებლები გვაქვს ჩვენ და აი ვისაუბრეთ ელექტროენერგიის წარმოება, მოხმარების კომპონენტზე, მათ შორის ზრდის ტენდენციას ვხედავთ. აი როგორია სემეკის დაკვირვება ამ თვალსაზრისით? მივესალმები ტელემაყურებლებს პირველ რიგში. ძალიან მნიშვნელოვანია ის ტენდენციები, რომელიც გვაქვს ჩვენ ენერგეტიკის სექტორში. შესანიშნავად იყო წარმოდგენილი თქვენს მიერ დიაგრამაზე ის თუ როგორია დამოკიდებულება ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდასა და ელექტროენერგიაზე მოთხოვნას შორის და ეს არის პირდაპირ პროპორციული დამოკიდებულება. რამდენადაც იზრდება ქვეყნის ეკონომიკა, თითქმის 1/1 იმდენივე პროცენტით წლიდან წლამდე იზრდება ელექტროენერგიაზე მოთხოვნა. ბუნებრივია მოხმარებელს გაუჩნდება კითხვა თუ რატომ ერთის მხრივ ძალიან ბევრი რაღაცა, რომელსაც ჩვენ ვიძენთ, ხო? თანამედროვე ტექნიკა, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ენერგოეფექტიანია, ანუ თუ ადრე რაღაცა ხელსაწყოა ინსტრუმენტი მოიხმარდა რაღაცა ენერგიას, დღეს ის ენერგოეფექტიანია, იგივე ეკოლოგიური ნათურები და ასე შემდეგ და უფრო ნაკლებ ენერგიას უნდა მოვიხმარდეთ, იმიტომ რომ ყველაფერი ზოგავს მეტნაკლებად ენერგიას. თუმცა არ დაგვავიწყდეს ის, რომ წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო ახალი მოწყობილობები შემოდის, რომლებიც ადრე უბრალოდ ოჯახში არ ქონდა. ან იგივე
საწარმოებში, ორგანიზაციებში ესეთი რამ არ იყო და დღეს უკვე ყოველდღიურობაა. იგივე ავტომატიზაცია უფრო მაღალია. ბატონო, ავტომატიზაცია მაღალია, იგივე ჩვენს ქვეყანაშიც და ძალიან ბევრ სხვა ქვეყნებშიც ელექტრომობილები შემოვიდა უფრო აქტიურად და შესაბამისად ელექტრომობილები საკმაოდ მოცულობით ელექტროენერგიას მოიხმარენ და მოხტვის დროს აქედან გამომდინარე. ასევე ჩვენს ქვეყანაში გვაქვს ტურიზმის ზრდა. ბოლო 2 წელია ზაფხულის პიკმა გადააჭარბა ზამთრის პიკს. ეს რას ნიშნავს? ანუ ზაფხულის ცხელ დღეებში ჯამური დღიური ელექტროენერგიის მოხმარება იყო უფრო მეტი ვიდრე ზამთრის პერიოდში. ახალ წლებზე როცა მოხმარება არის ერთ-ერთი მაღალი. აქედან გამომდინარე ჩვენ რადგან საშუალოდ 10%-მდე ეკონომიკური ზრდა გვაქვს ყოველ შემდგომ წელს წინა წელთან შედარებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მომდევნო წლისთვის უნდა ველოდოთ დაახლოებით 8-10%-ით ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას. და ანუ არსებულ მოჩვენებაზე 8% შეიძლება დაემატოს. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ეს ესე იქნება. პოსტ-კოვიდ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ ძალიან სწრაფად დაიწყო ზრდა, გახსოვთ და შესაბამისად ანალოგიურად ენერგიაზე მოთხოვნაც ერთ-ერთში მიყვა ამ ყველაფერს. ამიტომ არის ის, რომ იგივე თქვა თქვენს დიაგრამაზე ჩანდა თბოსადგურების ზამთარში გამომუშავების მაღალი წილი. რატომ? იმიტომ რომ პირველი დიაგრამა თუ შეიძლება ბატონო, ზამთრის განმავლობაში ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ჰიდრორესურსები და ჩვენი მოხმარება გაცილებით უფრო მეტია ვიდრე ჰიდროსადგურების და ქარისსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოება. ამიტომაც სექტემბრის თვიდან აგვისტოს მეორე ნახევარი სექტემბრის თვიდან უკვე გვიწევს თბოსადგურების ჩართვა და გახსოვდება ეს მაჩვენებელი თბოსადგური. კი ბატონო, 3 წლის წინ ერთი ახალი თბოსადგური გაიხსნა კიდე ქვეყანაში, გარდაბანი 2 თბოსადგური, რომელიც მუშაობს აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ გაზზე და გარდაქმნის ამას ელექტროენერგია. და ამიტომ ეგრეთ წოდებულ დეფიციტურ თვეებში თბოსადგურები მუშაობენ მაქსიმალური დატვირთვით იმისათვის, რომ უზრუნველყონ ქვეყანაში ენერგიაზე მოთხოვნის და იმ დეფიციტის დაკმაყოფილება. მაშინ როცა აპრილის მეორე ნახევრიდან უკვე ახლა ეს პერიოდია, როცა იწყება თოვლის დნობა, არის უხვი ნალექები, აქედან გამომდინარე ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ ჰიდრორესურსებით ჩვენს მოთხოვნას და მეტიც მაისის თვიდან ჩდება ჭარბი ენერგია, რომლის ექსპორტზე გატანაც არის შემდგომი დიაგრამასაც არის ექსპორტის ნაწილი ჩანს. ამ დიაგრამაზე ძალიან კარგად ჩანს. ძირითადად ჩვენ ვახორციელებთ ელექტროენერგიის ექსპორტს მეზობელი თურქეთის რესპუბლიკაში. ეს არის დაახლოებით 3 თვის განმავლობაში, ხანდახან 4 თვის განმავლობაშიც ექსპორტი და ქვეყანას შემოაქვს ვალუტა. ჩვენ თუ უფრო მეტ ენერგიის წყაროს შევქმნით, ანუ უფრო მეტი ჰიდროელექტროსადგური, მზისადგური, ქარისსადგური გაიხსნება ქვეყანაში, ერთის მხრივ თბოსადგურების ენერგია ჩავანაცვლებთ მწვანე ენერგიით და ეკოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება და მეორე მხრივ გაჩნდება დამატებით საექსპორტო ელექტროენერგიის წყარო. აი, როგორი ტენდენცია, ბატონო დავით, აი როცა ჩვენ აი მზის ენერგიის მიმართულებით გამომუშავებაზე ვსაუბრობთ, ქარის ენერგიაზე, აი პირველი დიაგრამა რო დავაბრუნოთ, თუ შეიძლება ჯერ კიდევ ქარის კომპონენტს შედარებით ისეთი პატარა მაჩვენებელი. კი ბატონო, ქარის კომპონენტის წილი ეს არის მცირე. პირველი დიაგრამა თუ შეიძლება. ჯერჯერობით ექსპლუატაციაში შესული მხოლოდ ერთი ქარისსადგური გვაქვს ქვეყანაში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, როცა რომელსაც ყველა ვხედავთ ასე თვალნათლივ ჩანს ძალიან კარგად. ეს არის დაახლოებით 20 მეგავატზე ოდნავ მეტი დადგმული სიმძლავრის სადგური, რომელიც მუშაობს. ახლა მშენებლობის პროცესში არის ქარის სხვა სადგურებიც, რომელთანაც თავის დროზე მთავრობამ გააფორმა გარანტირებული შესყიდვის შეთანხმებები და მერე უკვე ახალი მექანიზმი რო დამტკიცდა ფასტაშორის სხვაობის მექანიზმი, ამიტომ ქარის სხვა სადგურებიც აშენდება დამატებით და შევა ექსპლუატაციაში, რომელიც გაზრდის, რა თქმა უნდა. ეს მაჩვენებელი პირობითად ანუ შეგვიძლია თავისუფლად 1%-ს გადავაცვლოთ. 1%-მდე არის დღეს, კი ბატონო, 0.5, 0.7, 0.8% ჩანს დიაგრამაზე თვეების მიხედვით გამომუშავებაში და რა თქმა უნდა ეს წილი გაიზრდება და ასევე ძალიან სწრაფად დაიწყება ბოლო პერიოდში მზის ახალი სადგურების მშენებლობა, რომელზეც მთავრობამ გააფორმა ინვესტორებთან ფასტაშორის სხვაობის მექანიზმის ხელშეკრულება, მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფს მთავრობა ელექტროენერგიის მწარმოებლებს, რომ საშუალო ასე თქვა დადგენილ ფასზე დაბალი თუ იქნება ფასი შეუსებს მას ამ მექანიზმით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია იმისათვის, რომ დამატებით ახალი მწვანე ენერგია გაჩნდეს ქვეყანაში. ამიტომ
ჰიდროების პარალელურად ახალი ქარის და მზის სადგურები წამოვა. და თქვენ ახსენეთ ასევე ელექტროენერგიის დამოხტავი მოწყობილობა, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსდა სულ რამდენიმე დღის წინ მოეწერა საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის შეთანხმებას. რაღაც ახალი ბატონო, ეს არის ელექტროენერგიის შემგროვებელი მოწყობილობა, დიდი მოწყობილობა, აშენდება ქსნის ქვესადგურთან ახლოს, რომლის მთავარი ამოცანაც იქნება, იგივე თქვათ, მზის ენერგია, რომელიც უხვად იქნება შუა დღეს განმავლობაში დაგროვდეს და გადამცემი სისტემის ოპერატორმა, ანუ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ გამოიყენოს პიკური მოხმარების დროს, ანუ საღამო საათებში მაღალ, კი ბატონო, საცავი იქნება, ელექტროენერგიის საცავი იქნება. ადრე ისწავლებოდა ესე, რომ ელექტროენერგია არის ესეთი პროდუქტი, რომლის გამომუშავებისთანავე მოხმარება უნდა მოხდეს, მისი შენახვა შეუძლებელია. დღეს ეს ყველაფერი შეცვლილია, იმიტომ რომ თანამედროვე დამგროვებელი მოწყობილობები იძლევა საშუალებას, რომ წარმოებული ელექტროენერგია შევინახოთ დაახლოებით ავტომობილის აკუმულატორი რო წარმოვიდგინოთ, ესეთი მოწყობილობა ოღონდ რა თქმა უნდა დიდი და უფრო რთული მექანიზმი, მე მაქვს ნანახი ლიტვაში 200 მეგავატი, 4 ერთეული, ჯამში 200 მეგავატი, რომელსაც ოპერირებას უწევს იქაური გადამცემი სისტემის ოპერატორი და აქვს ქვესადგურებთან ახლოს იმისაც, რომ ამ ქვესადგურების ტერიტორიაზე პიკის საათებში გაზრდილი მოხმარება დააკმაყოფილოს ამით. ან მეორე თუ ხდება გარკვეული ესე თქვათ ავარია ან შეშფოთებები სისტემაში ამ მსგავსი რამ, ესეთი რამ უნდა დააბალანსოს ასევე აღნიშნული დამგროვებელი მოწყობილობა. ბატონო დავით, აი ბოლოს მინდა გკითხოთ აუცილებლად, აი როცა ვსაუბრობთ ამ ნაწილზე, აზიის განვითარების ბანკმაც აღნიშნა, რომ ეს იყო ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ნაწილი და მთლიანობაში აი პრეზიდენტ ალიევის განცხადებას ვახსენეთ. საქართველოს როლზე რომ ვთქვათ, მათ შორის შავი ზღვის კაბელთან დაკავშირებით, რამდენად შეგვიძლია ასე ვთქვათ რეალისტურად ჩვენ იყო ჩართული მათ შორის ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით. როცა საქართველოზე საუბრობდნენ ადრე როგორც ჰაბზე ან დერეფანზე, იგულისხმებოდა აუცილებლად ტვირთები და გადაზიდვა. დღეს ეს ყველაფერი გაცდა ამ ტრადიციული ტვირთების და საწყობების თემას და საქართველო ხდება ჩვენს რეგიონში ენერგეტიკული ჰაბი და ელექტროენერგიის წარმოებელიც და გამტარიც. როცა აშენდება შავი ზღვის ქვეშა კაბელი, ჩვენი მხრიდან საქართველო იქნება საკვანძო ქვეყანა, რომლის როლი და გეოსტრატეგიული დანიშნულება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, იმიტომ რომ საქართველოში წარმოებული ჭარბი ენერგიაც და აზერბაიჯანში წარმოებული ენერგიაც თავს მოიყრის აქ და აქედან მოხდება სწორედ შავი ზღვის კაბელის მეშვეობით ამის ევროპაში გატარება. ეს ძალიან კარგად იცის ევროპამ, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს და ამ პროექტს მისთვის, როგორც ევროპისთვის და იცის ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა, რომელთანაც ჩვენ საკმაოდ დიდხნიანი მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს მათ შორის ენერგეტიკის სფეროში, რომ საქართველოს გარეშე ამის რეალიზაცია პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ საქართველოს როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად იზრდება. დღეს ეს პროექტი, ანუ შავი ზღვის ქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მიხედვით გამოჩნდა, რომ სოცხლის უნარიანია, ანუ ტექნიკურადაც შესაძლებელია მისი დადასტურებული ფინანსურადაც, აქედან გამომდინარე უკვე შემდგომ ეტაპზეა გადასული აღნიშნული პროექტი, დეტალური კვლევები კეთდება შავი ზღვის ფსკერზე, რომლის შემდეგაც უკვე გადავა ასევე შემდგომ ფაზაში. ბატონო დავით, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის, ძალიან საინტერესო ახსნისთვის ამ ნაწილის. ჩვენ მომავალშიც ვისაუბრებთ ამ თემაზე, მე ვფიქრობ ყველა ძირითადი ნაწილი დღეს ჩვენ სრულიად ვივაწოდეთ ამ ნაწილში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო დავით და კიდევ ერთხელ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე როცა ვსაუბრობთ, საქართველოს-აზერბაიჯანის პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მინდა ასევე აღვნიშნო ის მნიშვნელობა, რომელიც ეხებოდა სწორედ საქართველოს პრეზიდენტის პირველ ოფიციალურ ვიზიტს აზერბაიჯანში და მანამდე მოგეხსენებათ პრემიერის პირველ ოფიციალურ ვიზიტს სწორედ აზერბაიჯანში იყო. დიახ, ორი ქვეყნის თანამშრომლობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ ორი ქვეყნის განვითარებას, არამედ ევროკავშირის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ